რეფორმის არაადეკვატურობაზე მინდა უბრალოდ თქვა ორი წამი ლიტერატურა ცოტა იქით იყოს რა. საგამანათლებლო სფეროში ის რეფორმა, რომელიც ახლა სახეზე გვაქვს, რომ უნივერსიტეტების ცენტრალიზება ხდება რეალურად. ანუ ერთი რაღაცის ქვეშ ექცევა ეს ყველაფერი. ეს არის სრული სიგიჟე. ანუ იმისთვის, რომ ადეკვატური განათლება მიაწოდოს უნივერსიტეტმა და იყოს კონკურენციაში, საჭიროა იმისთვის, რომ ბევრი უნივერსიტეტი გქონდეს. მეტი ფაკულტეტი იყოს და უფრო დივერსიული იყოს ადამიანისთვის არჩევანი, რომელსაც გააკეთებს. იქ უნდა წასვლა თუ აქ უნდა წამოსვლა, სადაც უნდა რომ აირჩიოს. აკადემიურ სფეროში ეს იქნება სრული, ანუ დეკადანსი მოხდება ქვეყანაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით და ეს არ შეიძლება უბრალოდ რა. ანუ აქ მარტო ის არ არის, რომ ლიტერატურას წავიკითხავ თუ არა რაღაცა, ანუ რაღაცა უფრო მეტი გვეცოდინება თუ არა ადამიანებს ან რაღაცას ვიზავ თუ არა. აქ უბრალოდ ამბობ იმაშია, რომ კრიტიკული აზროვნების უნარიც კიდე გვეკარგება. ანუ საზოგადოებას დაიკარგება ეს უნარი რა. უბრალოდ რავი, ცოტა საღი აზრი თუ გააჩნია ადამიანს და საგათო შეუძლია გაანალიზოს რაღაც ვითარებები. მე მგონი ყოველთ ხადია ის, რომ განათლება არ არის უბრალოდ რაღაცა, რაზეც ვიღაცას გავლენა უნდა ჰქონდეს. ანუ ვიღაცამ მიგითითოს შენ რა და როგორ მიიღო განათლება თუ რა თქმა უნდა შენ თვითონ პირადად არენდობი იმ ადამიანს როგორც ჩვენს მენტორს. და მაგ შემთხვევაშიც ანუ სტუდენტ ლექტორის დამოკიდებულება კი არ უნდა იყოს, თანასწორი ურთიერთობა უნდა იყოს. და ის ვითარება, რომელიც ახლა ჩვენს წინ დგას და ის განათლების სფეროსთან დაკავშირებული კრიზისი, რომელშიც ახლა მივდივართ, სრულად იმას ეფუძნება, რომ საკუთარ განათლებას გვიკონტროლებენ. როგორც აქვს განათლებას მივიღეთ. და გაკონტროლებული განათლება არის ისეთი მოცემულობა, რომელიც საბჭოთა კავშირში მიგვიყვანს რა, მე ესე ვთქვი.